უკანასკნელი გალობა. დღეს საქართველომ ისუნთქა სხვანაირად. აერში ცივი მძიმე დუმილი დადგა. თითქოს სამებამაც თავი დახარა ნაღვლიანად. და მტკვარმაც სვლა შეენელა გაქვავდა. წავიდა კაცი, ვინც ნახევარი საუკუნე ჩვენს სოდვებს საკუთარ მხრებზე იტაწყდა. ვინც ლოცვის ძაფით გადააბაცა რსული და აწმყო და სიყვარულს გვასწავლიდა, როცა ირგვლივ დრომელობდა. მაგრამ ყველაზე მშეკარე უშეგეშინდებათ, როცა გვეშინო და ყველას ისიკობდე, ისიკო ჩვენი სულის ნავსაყუდელი და ახლა ვინ დაგვილოცავსავა. კავკასიის მიტივი წინის ცენტრის სიუქედლებთან შეწყდა ფეთხვა გულისა, რომელიც ერისთვის გერდა. ვის ლუცერეცლის დარდი და სითეთრე წაიღოცა და ჩვენ დაგუტოვა ობლადამ დიდი გზის პირას. მშვიდობით მამალ, ეპოქის უკანასკნელო მოწმეო, შენი თეთრი სამოსი ახლაზეცა მოირგო. დაობლდა მცხეთა, დაობლდა სრულიად საქართველო. შენს ნაკვალევს კი ვერავინ ვერასდროს წაშლის. სთხოვე უფალს, რომ არ გაგვიცივდეს გულები, რომ შენი დანატოვარი სინათლე არ ჩაქრეს. მშვიდობით შენ უკვე იქ ხარ, სადაც სიმშვიდეა, სადაც მართალნი მარადიულ ნათელში მკვიდრობენ. შორიგზიდან სამებამდე განვლილი გზა, ეგლებით სავსე, მაგრამ რწმენით გაგვალული. შენი გავიხიდი, შენი გავიჩვენი იმედი, როცა ქვეყანა იყო დაჭრილი და დაღლილი. ახლა ზარები რეკავენ, გლოვის ზარები, მაგრამ შენი სიტყვა კვლავ ეხმიანება კედლებს. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ, გაგახაროთ, ეს ლოცვა იქნება ჩვენი გადარჩენის ძალა. ნუსლი ჩამოწვა, მზეც თითქოს სხვანაირად ჩავიდა. დაიძინე უწმინდესო, შენი მისია დასრულდა. სადართველო გემშვიდობება წრემლით და მუხლმოყრით. ამინ. ამინ, ამირსასტო.